მართალია თუ არა ის აზრი, რომ თუ ოპერაციულად მოხდა საშვილოსნოს ამოკვეთა, ქალი ვერ შეძლებს სქესობრივ კონტაქტს, ან სქესობრივი კონტაქტი იქნება განსხვავებული, არასრულყოფილი და ასევე თუ ამოიკვეთება საშვილოსნო ოპერაციულად, ქალს დაეწყება კლიმაქსი. აი ეს არის საშვილოსნოს ყელი, აი ეს არის საშვილოსნოს ღრუ და აი ეს ადგილი არის ვაგინა, ანუ საშო. იქ სადაც ხდება სქესობრივი კონტაქტი. თუ მოხდა საშვილოსნოს ამოკვეთა, რასაკვირველია საშო რჩება თავის ადგილას და ჩვეულებრივ შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრება. ისეთივე, როგორიც ჰქონდა საშვილოსნოს ამოკვეთამდე. და არანაირად არ განსხვავდება ის შეგრძნებები, რაც იყო ადრე შემდგომი შეგრძნებებისგან, ორივესთვის, ხო, პარტნიორებისთვის. რაც შეეხება კლიმაქსის დაწყებას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ. კლიმაქსი იწყება რატომ? იმიტომ რომ საკვერცხები წყვეტს ფუნქციონირებას. როცა საკვერცხე არ ფუნქციონირებს არც ერთი, მაშინ ქალი შედის კლიმაქსში. მაგრამ თუ მოხდა საშვილოსნოს ამოღება მხოლოდ, ანუ არ შევეხეთ საკვერცხეებს, თავისთავად კლიმაქსი არ დაიწყება. ქალს არ ექნება მენსტრუაციები, იმიტომ რომ არ არის საშვილოსნო, მაგრამ მისი ჰორმონალური ფონი იქნება ჩვეულებრივი, თუ ის არის რეპროდუქციულ ასაკში. ანუ იქნება შესაბამისი იმ ასაკის, რომელ ასაკშიც ის არის. მაგრამ თუ საშვილოსნოსთან ერთად მოხდა საკვერცხეების ამოკვეთაც, ამ შემთხვევაში ქალი შევა კლიმაქსში, მენოპაუზაში, თუ მას ჯერ არ აქვს კლიმაქსი. თუ ის უკვე მენოპაუზაშია, მაშინ რასაკვირველია განსხვავება არ იქნება იმ მდგომარეობასთან, რაც მას ჰქონდა.